შემოვიდა და შემოიყვანა სენაკელმა კაცმა. და ამ სენაკელმა კაცმა პირველი ავტომობილი გაარეკლამა სენაკში. სადაც ბაბუაშენი დაიბადა, იმ ქალაქში შემოვიდა პირველი ავტომობილი და ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სენაკელებისთვის არის საამაყო და იქნება ყოველთვის და ისტორიაში დარჩა ეს როგორც პირველი ავტომობილი. ახლა გავაგრძელოთ. რატომ უნდა ვიყიდოთ ელექტრომობილი? უყურეთ, მეც ვიძახოდი თავიდან, რომ ვერ შევეგუები ელექტრომობილს, მაგრამ ძალიან მოკლე დრო დაჭირდა ჩინელებს, რომ დაემტკიცებიათ ჩემთვის, რომ შენ გელა გადახვალ ელექტრომობილზე. და მე როცა ელექტრომობილზე დავჯექი და გავატარე, ვიფიქრე, რომ არა, ეს სულ სხვა ავტომობილია. ერთი დღე ვიარე და ყველა ავტომობილი გავაჩერე და დღესაც 70% დავდივარ ელექტრომობილით. მე არ თქვას ახლა ადამიანებმა, რომ შენო Range Rover-ით დადიხარ და მაიბახითო, მე დავდივარ ძირითადად სამსახურის ელექტრომობილით. ის ავტომობილები არის პირადი, ეს არის სამსახურის ავტომობილი. რატომ უნდა შეიძინონ ელექტრომობილი? ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, ჩვენ საქართველოში ერთადერთი პირველები ვართ, რომლებმაც ელექტრომობილი საქართველოში შემოიყვანენ და ჩინეთის გზა გავხსენით. როგორც დუბაის გზა. დუბაი რა არის? დუბაიში არის გაუმბაჟებელი ზონა. ეს მე ვერ გავაგებიე ბევრს. იქ ავტომობილი არ იწარმოებანი. იქ არის გაუმბაჟებელი ზონა, როგორც არის ჩინეთში, როგორც არის თურქეთში, როგორც არის ამერიკაში და ერთ-ერთი დიდი არის ბელგიაში. გაუმბაჟებელ ზონაში მიყავთ ეს ავტომობილები მწარმოებლებს და იქიდან ყიდულობენ ის ადამიანები, ვინც აფორმებენ ხელშეკრულებას, რომელთანაც ჩვენ 30 წელია უკვე ხელშეკრულება გვაქვს დადებული და უმუშაობთ. რაც შეეხება ჩინელებს, იცით ახლა 2-3 წლის ამბავია, ჩინეთიდან ავტომობილები რო შემოვიდა, მაგრამ თქვენ ნახეთ. 3 წლის უკან სხვა იყო, 2 წლის უკანაც სულ სხვა იყო, მაგრამ მე მინდა გითხრათ და დაგარწმუნოთ კი არა, პასუხს ვაგებ ამ სიტყვაზე, მე 10 წლის უკან BYD-ს გამოფენაზე შევხვდი თურქეთში და ის ავტომობილების ვიზუალი არ მომწონდა.